პროტესტის 42-ე დღე თბილისში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. მოქალაქეები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან ერთად აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეებმა დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრება საღამოს 7 საათზე დაიწყეს. ამ დროისთვის ადგილზე გადაკეტილია გზის სავალი ნაწილიც. 42 დღე განუწყვეტლივ ყოველ დღე სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი გამოდის, მშვიდად, მტკიცედ, ალალი გულით აპროტესტებს. ხო? ახლა რა შეიძლება გადააფიქრებიოს ეს ხალხი? არაფერ, მაგრამ ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ დადგება შედეგი. აი ეს არის ერთადერთი გორდიას კვანძის გახსნის შესაძლებლობა. ახალი არჩევნები გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ქართული ოცნება უნდა გავუშვათ და შემდეგ ჩავატაროთ სამართლიანი, დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. გონია რომ საზოგადოება ამისათვის მზად არის იმისთვის რომ ვიდგეთ ჩვენ რუსთაველზე, არა მხოლოდ რუსთაველზე იქამდე, ვიდრე არ მივახცევთ ორ სამართლიან მოთხოვნას. ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უპირობოდ და ახალი არჩევნების ჩატარება რუსული რეჟიმის გარეშე. გამოსავალი არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გამოშვება და ახალი არჩევნების დანიშვნა იმისთვის რომ განიმუხტოს ეს მდგომარეობა და როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში არჩევნების გზით გადაწყდეს ეს პოლიტიკური კრიზისი. ხელისუფლება მითვისებულმა ძალამ სამწუხაროდ აირჩია იგნორირების გზა, რაც არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ პროტესტი გრძელდება და მხოლოდ გაიზრდება და გაგრძელდება.